საღამოშვიდობისა მოგესალმებით, მე გახლავართ ირმა ინაშვილი და თქვენთან ერთად ვიქნები ობიექტივის პირდაპირ ეთერში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში, ტრადიციულად გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, ეს ძალიან დასაფასებელია, როდესაც ასეთი აქტიურები ბრძანდებით და ესე გვიზიარებთ თქვენს ხედვას, თქვენს მოსაზრებებს. მე კი მინდა ჩემი დღევანდელი გადაცემა დავიწყო ქართული კლასიკა უკვდავია, აი ამ რუბრიკით, ამ რუბრიკაზე საუბრით, წეღან ობიექტივის სარეკლამო ჭრა იყო და აი ამ სარეკლამო ჭრის დროს სიუჟეტი გავიდა ზურაბ ნიჟარაძეზე, უდიდეს ქართველ მხატვარზე და რატომ დამებადა ეს აზრი ამ თემით დამეწყო გადაცემა, აი ამ რუბრიკაში ქართული კლასიკა უკვდავია ჩვენი ერის მარგალიტები, ჩვენი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მათი შემოქმედებაა ასახული და ეს ძალიან სასარგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი რუბრიკაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენი ერის დამსახურებულ ადამიანებზე ინფორმაციას აწვდის ტელემაყურებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ რა ერიშვილები გვყავს, როგორი პოტენციალი აქვს ჩვენს ერს მხატვრობაში, მუსიკაში, პოეზიაში, მედიცინაში და ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები, რომლებზეც აი კახი კავსაძე ჩანს ახლა ჩვენს ტელეეკრანზე, კახი კავსაძე, გია ყანჩელი, გივი ბერიკაშვილი, ბიძინა კვერნაძე, არ მინდა ვინმე გამომჩეს, ანა კალანდაძე, აი ყველა ეს ადამიანი, რომელიც ასხივებს, ანათებს ამ რუბრიკიდან ქართული კლასიკა უკვდავია, არა მარტო მის პროფესიაში იყო მაღალი დონის პროფესიონალი, არამედ ქმნიდნენ ამინდს, ქონდათ მათ ყოველთვის საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი პოზიცია, მათ სიტყვას ქონდათ ძალა, მათ სიტყვას ქონდათ წონა და ჩვენთვის მაგალითად ჩემი თაობის ჟურნალისტებისთვის რომ ავიღოთ ჩემი პროფესიის ხალხი, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო რომ სწორება გქონოდა რაღაცნაირად ესეთ მაგალითებზე. აი მერაბ ბერძენიშვილი, ეხლა ჩვენ კადრში ვხედავთ ბატონ მერაბს, საოცარი ადამიანი იყო ბატონი მერაბი, ძალიან გამორჩეული არა მარტო მის პროფესიაში, არამედ როგორც ჩვენი თანამოქალაქე, ბატონი მერაბი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოირჩეოდა, ყოველთვის ამბობდა იმ სათქმელს, რა სათქმელიც სასიცოცხლოდ ჭირდებოდა საქართველოს ქართველ ხალხს და მისი შემოქმედებაც გაჟღენთილია ამ პატრიოტული ქართული სულისკვეთებით. და ნახეთ აი რა მოხდა. სააკაშვილის ეპოქაში, მისი მმართველობის დროს, აი ეს ადამიანები ჩარეცხილებად გამოაცხადეს და წითელი ინტელიგენცია ესეთ მიაკერეს ეს იარლიყი და რაღაცნაირად ცდილობდნენ ყოველთვის რომ ხაზი გადაესვა, დაეკნინებინათ, საზოგადოებრივი არენიდან განედევნათ ჩვენი ეს ერის თვალსაჩინო წარმომადგენლები და მოხდა ისე რომ აი ამ წლების მანძილზე ცრუ ავტორიტეტებით ცდილობდნენ აი ამ ნამდვილი ავტორიტეტების ჩანაცვლებას და ძალიან სამწუხარო რეალობამდე მოვედით. სამწუხაროდ დღეს ყველა ავტორიტეტი არის გასვლილი, სამწუხაროდ არის დაზიანებული მათი იმიჯი და ეს კეთდება მიზანმიმართულად, კეთდებოდა და კეთდება. ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები ერიდებიან საზოგადოებრივ აქტიურობას, იმიტომ რომ ამას მერე მოყვება უზარმაზარი კასკადი, ბრალდებების, ცილისწამების, თავდასხმების და აი ამ ყველაფერს ერიდებიან ეს ადამიანები. ზარია ეთერში და განვაგრძოთ ჩვენი საუბარი საღამოშვიდობისა. გამარჯობათ. გამარჯობათ ხალბატონო ირმა, მოგესალმებით, პატივისცემით თქვენს და ჩვენ თანამოქალაქეებსაც. ისე ძალიან კაი თემა შეერეთ და ბატონი ბერძენიშვილი ბრძანდებოდა არა მარტო დიდი ხელოვანი და ესა არამედ გამოუსწორებელი ბრჭყალებში მესხისტიც რამდენადაც მახსოვს. ხო და ესეთი ხალხი, ესეთი კუმირები აღარ ჭირდებათ ეთქობა ხალბატონო ირმა. იგივე ის ფსევდო კუმირები, როგორც თქვენ ბრძანეთ,
მათი ჩანაცვლებით, ხო, იმიტომ რომ რამხელა ის იყო, ხო, სასაული იყო ეს. დავიწყოთ ძველებიდან ხორავა, ვასაძე, შავგულიძე, რა ვიცი, საოცარი კომიკოსები, იპოლიტე ჟორჟოლიანი და ხვანდალიანი, ну საოცარი ხალხი ქალბატონებიდან, როგორთქვიან, მირავაია ბაბუშკა, ესა სესილია, ვერიკო ანჯაფარიძე. დიახ, ხო და იცით რა არის? აი ესეთი ხალხი ახლა რა თქმა უნდა შემცირდა და ეგეთ ფილმებსაც ვეღარ იღებენ. საოცარი ის იყო, ეს სამში იყო. რატომ აი თქვენი აზრით რატომ ხდება ეს? რა არის ამისი მიზეზი? აი გეტყვი ძალიან მოკლედ ქალბატონო ირმა. ხო, ნუ ახლა ეროსის დაბადების დღე იყო სამში გვახსოვს და ნუ საოცარი კაცი ხო, რა აი ბედნიერი ვარ რომ მაგის თამაში ნანახება. ბატონი რამაზის თამაში ნანახი მაქვს, ის განსაკუთრებით ის შეგზარავდა ის სცენა. ეს სისხლიანი რო აკნევს ხმალს და ეს დროშა როა გარშე. ნუ საოცარი რა არის ამის მიზეზი ქალბატონო ირმა და აი ღირებულებების ვითომის ჩანაცვლება რო ეს არ იცოდნენ. მე ცდილობ რომ ამ ფილმებს არ აყურებინონ ბავშვებს. იგივე იმ დატოყიფიანის პასი აღარ ნახონ, იმიტომ რომ ეხლა ეგეთ პასებს ვეღარ აკეთებენ საფუხალ. ერთადერთი ზიდანი აკეთებდა ბაქში პასს. ხო და არ უნდა და ბავშვებმაც იმიტომ დაირქვეს იქ იმ დღესაც დარეთ იმ გოგონა ვოლანდი. იმიტომ მოსწონთ ეს საზღვარგარეთის ესენი გმირები. ხო, ანტიგმირებს ასწავლია რომ კაი ტიპები იყვნენ. იგივე ეხლა ბაღუაშთა სადიდებელი ციგნი გამოსულა, რამდენადაც გავიგე სამწუხაროდ. და არ ვიცი, ხო, არ უნდა დიდო ეხლა სახელმწიფოს დამანგრეველი კაცი, თუნდაც ხო ის ნაწერები ჩამოიტანა კი ბატონო, ეგ მართალია. ხო და არ ვიცი, არ უნდა ის იცოდნენ. აი და მოდით პირდაპირ აი თქვენ ატარებდით ხო გამოკითხვას ის ჩაც არ უნდათ რომ იცოდნენ ვინ იყვნენ ის ძმები მხეიძეები, გობრონ მიქაელი, ჩვენი გმირები, დიდი მეფეები. რა ვიცი, არ უნდათ ქალბატონო ირმა, არ უნდათ ეს კორიფეებიც იცოდნენ და გამოსდით, სამწუხაროდ გამოსდით. სამაგიეროდ მერაბრა იყო და ლევან ბერძენიშვილს ასმენინებენ ბავშვებს და ისიც უნერგავს წარმატებით. იგივე ეს მამაშვილი ბუღაძები და კიდე ეშმაკმა უცხის მაგათი თავიდეტანი რა ხალხია და რა საშინელი მას აკეთებენ და ისრუტავს ბავშვის გონება ამას ქალბატონო ირმა. შეუქცევადი პროცესი, ამას ვეღარ იმასისავ. და ესეთი ახალგაზრდობას, ნუ რა თქმა უნდა, განათლებულებიც არიან და აი ზოგადი ეს ყველაფერი ეგიციან. საბედნიეროდ არის, მაგრამ ძალიან მცირეღა არიან ეგის. არ საინტერესიც აღარ აქვს. რა ვიცი, აი ხსნარაშია, რა ვიცი, განშა მსმენელო თქვენთვის მომიდია, მაგრამ რაღაცა ვერ ვხედავ გზას რა. თქვენ რამდენად დამეთანხმებით, აი მე განავრცეთ რა საინტერესო იქნება. მადლობა ქალბატონო, ღმერთი თუ გვიშველის და გადაგვარჩეს. მარტო ღმერთის იმედად გავარდარჩენ. მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ჩართვისთვის. დღევანდელი ჩემი გადაცემა დავიწყე ჩვენიერის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე საუბრით და უბრალოდ პრობლემა გამოვკვეთოთ რაღაცნაირად და დავინახოთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესად ხედავთ ამას, რომ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში მიდიოდა მიზანმიმართული შეტევა ჩვენი ერის გამორჩეულ შვილებზე, თავდასხმები, დისკრედიტაციის მცდელობები მათი და ასე შემდეგ. ხა ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ის რა კამპანიაც მიმდინარეობდა პატრიარქის წინააღმდეგ, ეს საშინელი კამპანია ჩვენი სულიერი მამის წინააღმდეგ. ამ ფონზე კიდე აღარაფერი აღარ არის გასაკვირი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს ისეთ მნიშვნელოვან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან უწესიერეს ადამიანს შეეხნენ და ამისი მიზანი სინამდვილეში არის ის, რომ სწორება ჩვენს მომავალ თაობას კონდეს არა მერა ბერძენიშვილზე, არა ანა კალანდაძეზე, არა კახი კავსაძეზე, არა ბიძინა კვერნაძეზე, არა გია ყანჩელზე, არამედ ლევან ბერძენიშვილებზე, ნოდიებზე და კიდევ ლაშა ბუღაძეებზე და ამ ფსევდო გმირებზე, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და სამწუხაროდ, რომლებსაც ხელში ჩაუგდო ქართულმა ოცნებამ ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ მთავარ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწორედ ეს ადამიანები გვევლინებოდნენ ლექტორებად და გვევლინებიან დღესაც ლექტორებად და დამრიგებლებად და მოძღვრავდნენ ჩვენს ახალგაზრდობას, მოძღვრავდნენ თუ წამლავდნენ, ეგ კიდე საკითხავია. ზარია ჩვენს ეთერში, საღამომშვიდობისა. ისაუბრეთ. გამარჯობა. გამარჯობათ, ისაუბრეთ.
რა მაინტერესებს დიდ დროს არ წაგართეს ხოდ და ხოდ მაინტერესებს ვალერი კვარაცხიას რა ბედი ეცია რატო არ გამოდის კვირა-კვირამდე ველოდებოდი თხოვდი მადლობ დიდი მადლობა ყველას მინდა ვთხოვო რომ თემას მივყვეთ გადაცემის მთავარ თემას მივყვეთ ბატონი ვალერი სხვა არხზე უძღვება გადაცემას და შეგიძლიათ მოძებნოთ მოიძიოთ და იხილოთ მისი გადაცემები. ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით. ეს ყველაფერი ჩვენთან რაც ხდება, მიზანმიმართულად არის გაკეთებული და აქ არის განათლების პრობლემა უპირველესი. და კიდევ ჩემს ვადანაშაულებ ძალიან ადვილად წამოვეგეთ დასავლეთის პროპაგანდას დავხარდით მათ გამოყოფილ ფულს, გრანტებს და საკუთარი ისტორიაც კი არ შეგვეცოდა გაყალბებისთვის. საერთოდ ყველაფერი ყალბი ეს მიზანმიმართულად შემოიტანეს ჩვენთან და უნდათ ამითი მათ დაგვაჯერონ რომ ჩვენი ეს წინაპრები, გმირები, თუნდაც თანამედროვე გმირები, ვინც ყვანან უარგისები არიან. აი ამ აზე ერთ ფრანგ მეცნიერს ძალიან კარგად აქვს ნათქვამი. თუ გსურს ერი ან ადამიანი გახსნა და გადააგვარო, მას არა მარტო უნდა დაავიწყო წარსული, არამედ გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დასახო, მედროვენი და მოღალატენი გმირებადო. აი ეს ხდება ძირითადად ჩვენთან. უარგისი ხალხი, გამრუდებული მენტალიტეტის ხალხი, გაუნათლებელი ხალხი, წინ არის წამოწეული, იმას ხედავს ხალხი სულ ტელევიზორში, ამორალური ხალხი, თამამად ვიტყვი ამას და ძალიან გული მწყდება მე ჩემს ერზე, რომ სად ამდენი ნარკომანი, ამდენი ამორალური, ამდენი ზნედაცემული ადამიანება სად მოიყარეს თავი, სად გაიზარდნენ და იმ უარგის უნივერსიტეტებში. მხოლოდ ფულის ამოქართვის საშუალება რო არის. მესი არაფერი. ცოდნას ის უნივერსიტეტები ნამდვილად არ იძლევიან. ჩემი აზრით, მე ეს აზრი მაქვს. კარგად გზადდებოდეთ. დიდი მადლობა, მადლობთ. ზარია ეთერში აქტიურობს ჩვენი ტელემაყურებელი და ეს ძალიან კარგია. საღამო მშვიდობისა, გამარჯობათ. გამარჯობათ ხალბატონო ილვა. ყურადღებით გისმენთ. თუ ამათ წასულია, მაგრამ არა უშავს, მაინც. მადლობა. ეხლა რაშია საქმე? ჩვენ მე-20 საუკუნეში დაიწყო ვოკალით ილია. დაიწყო 21 საუკუნე და ვოკალით გურამ შარაძე. რა ერივათ, რა ვიცი, არ ვიცი. მადლობ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ დავიწყეთ დღევანდელ გადაცემაში საუბარი ჩვენი ერის თვალსაჩინო შვილებზე და უამრავი ადამიანია ანათებს ეს ხალხი, როგორც კინოში, ისე მუსიკაში, მხატვრობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, მედიცინაში, არქიტექტურაში, საოცარი პლეიადა ჩვენი მამების თაობის, ეხლა ძირითადად ამ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომლებმაც აქამდე მოიტანეს და მოიყვანეს საქართველო და რომლებიც ანათებდნენ მათ პროფესიაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, მაგრამ ყველაფერი ის, რაზეც ჩვენი ტელემაყურებელიც საუბრობს, მეც დავიწყე საუბარი, შეტევა რაღაცნაირად ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათი განდევნის მცდელობა საზოგადოებრივი ასპარეზიდან იმას ისახავდა მიზნად, რომ აი ესეთი მაგალითები არ იყვნენ მაგალითებად, პოზიტიურ მაგალითებად, პატრიოტულ მაგალითებად ჩვენი მომავალი თაობისათვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და ფსევდოგმირები, ფსევდოპატრიოტები შემოიტანეს საზოგადოებრივ არენაზე და აი ეს ფსევდოგმირები კიდე დავითომ ფსევდომოძღვრები წამლავენ თუ მოძღვრავენ ჩვენს ახალგაზრდობას, ესეც კარგად მოგეხსენებათ, დარწმუნებული ვარ ამაში. ზარია ეთერში, საღამო მშვიდობისა. ეკრანს უნდა დაშორდეთ. ისაუბრეთ. შემდეგი ზარი შემოვიყვანოთ ეთერში, დრო რომ არ დავკარგოთ.
რა თქმა უნდა განათლებასთან მივდივართ ჩვენ განათლების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი მოგესალმებით დიახ ბრძანეთ ის მეის კი კარგად მოგესალმებით თქვენ არაჩვეულებრივ არს პირადად თქვენ განვლილ დღესასწაულები მინდა მოგილოცოთ ქალების საერთაშორისო დღე დედის დღე ჯანმრთელობა და ბედნიერება მინდა უსურვო მთელ საქართველოს ერთი იდეა მინდა შემოგთავაზოთ თუ შეიძლება მე 70-იან წლების ბოლოს დავამთავრე საშუალო სკოლა და გაფაცისებით ველოდებოდით ჩვენი თაობა მაშინ ერთი არხი იყო საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის არხი ქართული ენის და ლიტერატურის ტელეკურს ცხონებულ თამას კვაჭატირაც მიყავდა მას ისტორიის საქართველოს ისტორიის კურსს და ასე შემდეგ და ეს უთბილეს და უთბილეს მოგონებათა მრჩება ჩემეციერებაში და სამწუხაროდ დღევანდელი ვერც მაშინ და ვერც დღევანდელი განათლების სისტემა ვერ იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ბავშვმა რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღოს ჩააბაროს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში იქნება თქვენმა არხმა იყოს ეს ვალდებულება და ყველა ახალი გამეორება კარგად დავიწყებული ძველიაო და საქართველოს ისტორიის კურსი იქნება შემოიღოთ იგივე ქართული ენის და ლიტერატურის რომელიც ამ სოციალურად დაუცველ ოჯახის შვილებს მისცემს იმის შესაძლებლობას რომ ის რაც ფორმალური თუ არაფორმალური განათლების დეფიციტია შექმნილი განათლების სისტემაში აი თქვენმა არხმა ეს შეუსწოს და ფაქტი ერთია რომ აი ეს ქართული მაჯაგანი დღეს რომელიც ახლა მომავალ თაობას სერიოზულად აკლია და ამის უამრავ მაგალითებს ხედავთ რომ თქვენმა არხმა ეს სულიერი საზრდო დამატებით მისცეს ჩვენ მომავალ თაობას ახალგაზრდობას რომ ღირსეულ მამულიშვილ ქართველებად ჩამოყალიბდნენ აი ეს იდეა მინდოდა მეთქვა რამდენად იქნება შესაძლებელი თქვენი შესანიშნავი იდეა ძალიან მადლიერი დაგჭებით ამის იგენით დიდი მადლობა შესანიშნავი იდეა რა თქმა უნდა და კარგი იქნება ამისი ორგანიზება და სათანადო პედაგოგების შერჩევა მეცნიერების შერჩევა რომელიც ობიექტივს შეუძლია მოიწვიოს ამ პროექტში ზარია კიდევ ერთი ხომ თუ არ მეშლება საღამოშვიდობისა გამარჯობათ საღამოშვიდობისა ხალბატონო ირმა ამდილით გესმით ალბათ არა დიახ ისაუბრეთ ამ დილით ერთ-ერთ არხზე მოვისმინე წამყვანი მიმართავდა ასე პიროვნებას ბატონო დიმაო და ეს ბატონი დიმა საუბრობდა რას რომ 300 ახალგაზრდა ექიმი წავიყვანი ამერიკაში და მას იქ ვაუფლებინებ იმ დისციპლინას მედიცინის რომელიც ჩვენთან არ არის განვითარებული და ჩვენი ავადმყოფები რომ მიდიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ აი რომ აღარ წავიდნენ იქ გარდა ამისა არის კიდევ ის რომ უკვე მსოფლიო მედიცინაში გაირკვა რომ ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ისე ორგანიზმზე როგორც საჭიროა ამიტომ ფაგოციტების განვითარება ისე იგი აი ამ მედიცინის ამ დარგის განვითარება ძალიან დიდ შედეგს მოუტანს საერთოდ მსოფლიოს ესე იგი ჯანმრთელობის მხრივ და მსოფლიოში ერთ-ერთი სახელმწიფო ვართ ჩვენ სადაც 100,000-მდე ფაგოციტის საშუალება გვაქვს განვითარების ისე იგი არც მსოფლიოს ასეთ ქვეყანას არ აქვს აი ეს ფაგოციტების რაოდენობა აი 100,000-მდე და ჩამოვედი იმიტომ რომ ვითხოვ მთავრობისგან გამომიყო ნაკვეთი რომ ავაშენოთ დაწესებულება სადაც ჩვენ აი ამ სამედიცინო დარგებს განავითარებთ და ვერა ვერ მივაღწიეო და გარდა ამისა გამახსენდა გულიკო ჩაფიძის ნათქვამი რომ აი სოფლიოში პირველი გულის ოპერაცია რო გააკეთაო იმ პიროვნებამ ამერიკელი მედიცინის მიშაკი იყო ეს პიროვნება შემომთავაზაო რომ საქართველოში თუ გინდათ რომ ეს დარგი განვითარდეს გულის ბავშვთა კარდიოლოგიაო გამოგიყოს მთავრობამ მიწის ნაკვეთი და მე გავაშენებ სამედიცინო დაწესებულებას აი ყველა ჩემი ხარჯით აბსოლუტურად დანადგარებს ყველაფერს მე თვითონ ჩემი ხარჯით ხალათებსაც კი თეთრეულსაც კი ჩემი ხათრითო და მე ეს ნაკვეთი არ გამომიყვესო და ეს ბოლო ინტერვიუ იყო გულიკო ჩაფიძის და დაამატა თან აი პიროვნება რომელმაც უარი მითხრა ნაკვეთის გამოყოფაზეო ის დღესაც ისევე იმ ადგილზე მუშაობსო და ვფიქრობ აი ამ ორ იმაში ზუსტად ის პიროვნება არის ალბათ დამნაშავე და აი არ ვიცი რა სახელმწიფო ვართ რომ ასეთ იმებს უშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის მართალი ბრძანდებით ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში
სამწუხაროდ ბევრ შესაძლებლობას უშვებთ და გაუშვით ხელიდან მთელი ამ 20-30 წლის განმავლობაში. ჩვენს ტელემაყურებელს მოусმინოთ თუ არის ამისი საშუალება საღამშვიდობისა. საღამშვიდობისა ქალბატონურიზმა მოუწმენად ველი საღამოსაათებს რომ ყოველთვის არის სტუდია ნომერი 8 და ყველა კომპეტენტური ადამიანები როგორცაც საუბარი აი ნამდვილად ანგარიშგაშეწებია და არ მინდა სხვა დანარჩენი არაფერი მხოლოდ აი ასეთ ტკინულ საკითხებზე ვილაპარაკოთ რასაც ძალიან გვიჭირს ქალბატონურიზმა ძალიან გთხოვთ თქვენი გადაცემის საშუალებით თუ ვინმე უფრო ხაზს გაუსვავს და ცოტა უფრო ყურადღებას მიაქცევს ამ მიმართულებით რომ დიდი ილიას სიტყვები მინდა შევახსენო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დიდი ილია ამბობდა ახლანდელი სკოლები მარტო იმის წინაშე არიან რომ რა შეიძლება მეტი ცოდნა დასწიონ ბავშვების თავში ამის გვაგონების წვრთნა და მათ ავიწოდებათ რომ მათ გულიც გააჩნიათ და გულსაც ისევე თნაჭირდება კაცის ადამიანებისათვის ქალბატონურიზმა 30 წელია ამ იდეის ირგვლივ ვიბრძვი მესმის ვერცეთი საგანი აი რამდენჯერ უნდა ვთქვა და გავიმეორო და მერიდება კიდეც რომ სხვა საგანი ცხოვრების მეცნიერების დონეზე ვერ ამაღლდება ფიზიკას ქიმიას მათემატიკას თავისი სპეციფიკა გააჩნია და მინდა საგანი რომელიც შევიდე სკოლაში იმიტომ კი არა რომ ეს რაღაც მე აკლიატებული აზრი მაქვს ჩვენ გვჭირდება ადამიანური ურთიერთობა და ის რაც ჩვენ გამოგვადგება ჩვენ ახალგაზრდებს გამოადგება სკოლის დამთავრების შემდეგ ანუ ზუსტად სკოლის დამთავრებამდე ან სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად იქნება ოჯახები რასაც ძრებს სკოლა იმ მომავალ მშობლებს რომლებმაც უნდა შექმნან ოჯახი და თავიანთი თავი ოჯახებში დაიმკვიდრონ როგორც კარგი ნუ იდეა ძირითადი ჯერ კარგი შვილი შემდეგ კარგი მშობელი რა უნდა ამის გაკეთებას რა უნდა ამის სკოლაში შედანას თუ კი სხვა საგანი ჩემი იდეის გაჟღერების შემდეგ ორი ახალი საგანი და ანუ შუალედური საგანი ხო შეიძლება განათლების სამინისტროს ამაზე მოექცია ყურადღება და მთელი ჩემი სიცოცხლე აი ამას შეეწირა მე არც პოლიტიკა მაინტერესებს რაც ცაში რა ხდება მაღლა ანუ ოკეანის ფსკერში და გალაქტიკაში ჩემი სფერო ადამიანების შინაგანი სამყაროს კეთილმოწყობა ნუ პედაგოგიკის ძირითადი შინაგანი სამყაროს კეთილმოწყობა და ზრუნვა ამის გაკეთილშობილებისათვის და გაძლიერებისათვის ამიტომ უნდა დავისაჯოთ პატარა გოგო არა ვარ ამხელა ხალი ვარ უკვე როდინდელია მიკვირს რომ აი როგორ შევძელი მაგრამ რა ვქნა ალბათ აი ეს არ გაჩინილი და სანამ ცოცხალი ვარ და სული მიდგია ძალიან მინდა რომ ბავშვს საგანს ქვია პიროვნულისა და განვითარება რომელიც ძალიან დიდი ინტერესით მიიღეს საზღვარგარეთ და უკრაინამ ამაზე ოქროს მედალი კარგით რა დავიღალე ხალხო ადამიანს მიაქციეთ ყურადღება განათლება ერთ გაჭირებულ ადამიანს ასე როგორ დამაკომპლექსეს როგორ აი ჩემი თავის მიმართ უკვე დამეკარგა ნუ თუ მე ასეთი უაზრო რაღაცა შევთავაზე განათლებას და დავიღალე ქალბატონოს და თუ რამე შეიძლება რომ მიაწვინოთ ხმა შევიდე არ მინდა მაგათი არც გრანტი არც არაფერი ოღონდ იცოდნენ და გაიგონ ვისაუბრო ბავშვებთან რა არის კარგი რა არის ცუდი და აი ამათი საგნის მიმდინარეობის ძირითადი პროცესი კიდე მიდის ასე რომ აუცილებლად ჩართულობა ბავშვებისა ისე ვერ წაიღან ლექციას რასაც უნდა აი ამ საგანმა უნდა შინაგანად უნდა შეძრას ბავშვის შინაგანი სამყარო რომ სალაპარაკო გავხსნით მე შეიძლება სხვა თემა მქონდა მაგრამ იქ სხვა რაღაცას დამოიჭერა და მე ამ ჩემ თემას თავი დავანებე და ბავშვების სულმელი რაც არის მე იმას მეყვები და ჩემ ლექციებზე გემიცები ბავშვებს დააშუქრებდნენ და კარგი მათი გვერდის ლექსია მეძეს ახლა არ მინდა რომ თავის ქევაში ჩამომართა მართლა ძალიან მოსწონს ჩემ სტუდენტებს მადლობ ძალიან საინტერესო იყო თქვენი ჩართვა და მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეთ თქვენ სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც თქვენაირ ადამიანს ენერგიით სავსეს, ცოდნით სავსეს, გამოცდილებით სავსეს, მუდმივად ექნება ხელოვნური პრობლემები. და ვინ ქმნის ამ პრობლემებს? გარწმუნებთ თქვენზე ბევრად მეტად ნაკლები განათლების მქონე, ნაკლები გამოცდილების მქონე და ასე შემდეგ. აი ესეთი ადამიანები
ჩინოვნიკები, სახელმწიფო ჩინოვნიკები სხვადასხვა დონის ქმნიან ხოლმე ასეთ პრობლემებს, რომ მე თქვენაირ ენერგიულ ანთებულ ადამიანს ათქმევინონ, რომ დავიღალეთ. აი ასე ხდება არა მარტო განათლების სფეროში, მეგობრებო, პოლიტიკაშიც ასეა. აი რეალური პოლიტიკა მოკლეს, დაანერგეს რაღაცა პოლიტიკური სპექტაკლების მთელი სერია და ან უნდა ითამაშო და მოთამაშე ერთ-ერთი თოჯინა ფიგურა გახდე იმ პოლიტიკურ სპექტაკლში. ან უნდა გაიწიო და არ გეძლევა საშუალება, რომ მართლა რეალური პოლიტიკა იყოს ქვეყანაში, რეალურ პოლიტიკაში მონაწილეობდე, რეალურად მონაწილეობდე შენი სახელმწიფო, შენი ქვეყნის კეთილდღეობაში და დღეს ახლა ოპოზიციის ფუნქცია რა არის, ხო? ზოგს ოპოზიცია პირდაპირ მტრობათ აქვს გააზრებული, რომ მტრობაა და უნდა ჩამოაგდონ თუ შეცვალონ და ასე შემდეგ. ზოგს ოპოზიცია გონია, რომ მაინც და მაინც მლიქუნელი და რაღაცა ქვემძრომი თუ პირდაპირ მძრომი ტექსტებით უნდა ილაპარაკოს და აქოს ხელისუფლება და რეალურად პოლიტიკურ სპექტრში გააზრებულიც არ არის რა არის ოპოზიცია. რომ ეს არის ჩემი სხვაგვარი ხედვა, ჩემი სხვა პოზიცია შენგან ხელისუფლებისგან განსხვავებული, მაგრამ მე მტრობა კი არ მინდა შენთან, მე მინდა რომ ერთად ვაშენოთ ეს ჩვენი ქვეყანა და ამისი საშუალება უნდა გვეძლეოდეს ჩვენ და დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, სადა რა პოლიტიკაა ახლა ეს და ამას პოლიტიკა, რეალური პოლიტიკური პროცესი ქვია, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. ამიტომ ეს ცდილობები უბრალოდ დავიღალე რაღაცნაირად თქვენ არ გავხართ იმ ქალბატონს, რომელიც ასე ადვილად იღლება და დარწმუნებული ვარ ეს ესეთი ემოციური სიტყვა იყო ამ თქვენს ჩართვაში, არა გვაქვს დაღლისუფლება, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა რაღაცნაირად გავაერთიანოთ ჩვენი ძალებიც, უნდა ვიაროთ წინ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, თორე საშუალება რომ მიცეთ, სულ გაიტანენ და გაგვიტანენ ყველანაირ ამ ქვეყნიდანაც გაგვიტანენ ბოლოს და მე მგონი ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ვცხოვრობდეთ საქართველოში, ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, ყველას ჩვენი წვლილი შევქონდეს ამ ქვეყნის კეთილდღეობაში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის მარტო ერთ კაცს, ორ კაცს, ხუთ კაცს და ერთ პარტიას. არა, ეს თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა ეს ქვეყანა და ჩვენ კიდევ ვეკუთვნით შესაბამისად მას, ჩვენ სამშობლოს. ზარია ეთერში, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გისმენთ ყურადღებით. ესმით ჩემი ხმა, ხო? დიახ. საღამომშვიდობისა. მიხარია რომ მოვხდი თქვენ ეთერში, დიდი ხანია. თქვენ ახს უსმენ და პირველად ვეკავთ თქვენს ახსე. რამეზე შეიძლება საუბარი ნაკლებად მინდა პოლიტიკურ თემას შევეხო, უფრო ჩვენ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენ წინაპრებზე მინდა ერთი სიტყვა მეთქვა. პირველი იმის თქმა მინდა, რომ მეტი წილი ამ ყველაფერში უფრო ტელევიზიებს შეუვლიათ დახმარება იმ მხრივ, რომ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს ამ ჩვენ სახეობებზე თუ წინაპრებზე. მეორე რაც მინდოდა კიდე მეთქვა, რომ ის ამ ყველაფრის პოპულარიზაცია მოხდეს პირველ რიგში უნდა დაბრუნდეს აუცილებლად სკოლებში რელიგიის გაკვეთილები. ეს პირველი და მთავარი, რომ თავიდანვე ბავშვმა იცოდეს ვისი გორისა მივარ და ვისი წინაპრების ძვლებზე მოვდივარ ჩვენ ყოველივე. არც დიდი ხნის არ ვარ, მაგრამ რამოდენიმეჯერ რო ჩავარდნილა ხოლმე მithქვამს, რომ ქართული ფილმების ნებისმიერი დიალოგი, ნებისმიერი მომენტი ნაწყვეტად რომ მოვისმინო, შემიძლია გითხრათ რომელი ფილმიდან და რა ნაწყვეტი არის ეს და პირველ რიგში უნდა მოხდეს სკოლებში ამ ყველაფრის პოპულარიზაცია. პოლიტიკას არ მინდა ნაკლებად მინდა შევეხო, მაგრამ მაინც ერთი სიტყვით იმას ვიტყვი, რომ
მაინც რაღაც ერთმა დიდმა ძალამ უნდა გაგვეერთიანოს ჩვენ. ღვთის შეწენით და ღვთის მადლით გვინდა ეს ჩვენ ყველაფერი, მაგრამ ღვთისკენ ჩვენ ფეხით ვარ გადავადგით და ნაბიჯით ვარ გადავდგით. ღვთის მადლი ეგრე არ მოდის. ღმერთმა ნებისმიერი სასწაული რომ გადავხედო ჩვენ აღთმას ახალ სახარებას ნებისმიერი სასწაული, ნებისმიერი ქმედება უფალმა თუ კი რამე გააკეთა, მხოლოდ ადამიანის უშუალო ჩარევით მოახდინა. ან იმ ადამიანის დიდი რწმენით, ან სურვილით, რომ განკურნებულიყო, ან გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. ასე რომ ჩვენ თუ არ გადავდგით ჯერ ნაბიჯი ღვთისკენ, სხვანაირად მადლი არანაირად არ წამოვა. მადლობთ, დიდი მადლობა, მადლობთ საინტერესო ჩართვისთვის. რა თქმა უნდა ასეა და თითოეული ადამიანი უნდა ნატრობდეს, რომ იდგეს ღმერთის გზაზე, არაცდეს ამ გზას და იყოს ღმერთის ხელები საჭირო დროსა და მომენტში. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა სჭირდება და ქვეყნისთვის სასიკეთოა. ზარია კიდევ არაერთი ჩვენს ეთერში, საღამოშვიდობისა. შეიძლება ვილაპარაკო. დიახ, რა თქმა უნდა, ბრძანეთ. მოგესალმებით, ირა, გამიხარდა ტელევიზორში რომ დაგინახეთ. მახსოვს პარლამენტში რომ ვიყავი და ნახევარ ხელფას ვონდოებდი. როგორ გავს დღევანდელი პარლამენტარები დღეს აქციას. ახლის კაცია, რამდენ თარობას ეს ასეთი უსხით სულ ხალხ არ მინახავ ჯერ ჩვენ პარლამენტში რომ. ეკრანს უნდა დაშორდეთ, ტელევიზორს უნდა დაშორდეთ, რომ ხმა კარგად ისმოდეს. შემდეგი ზარი და ვთხოვოთ ჩვენს ტელემაყურებელს, აი ეხლა რომ რეკავდა ამ ბატონს კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდეს თუ შეძლებს და ტელევიზორი სადაც არის იმ ოთახს უნდა გავერიდოთ, ასე ვთქვათ, დავშორდეთ, რომ ხმა არ ისმოდეს ეკო. გესმით ჩემი ხმა? კი. ისაუბრეთ მაშინ თავისუფლად. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. იხარია რომ თქვენ ხედავთ. მეც მიხარია რომ რეკავთ პირდაპირ ეთერში და გვეხმიანებით. მე ხლა სულ სხვა საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ და გადაუხევ ცოტას. აი ის რო იყო ჩვენი მთავრობა რო არ მოგახვედრათ ეხლა კულები რო წაგართვათ, იქ რო ყოფილიყავით უკეთეს ხო იქნებოდა მათთვის. მათთვის პოზიცია ერთად შეგროვდა, ყველა წინამძღოლ რომ იძის. ხო და თქვენ იმდენ სიკეთეს აკეთებდით ხალხისთვის, ეხლა მაგათაც უნდათ ეს რო გააკეთონ, თქვენ რო დაეხმარებოდით უკეთესად ხო გამოვიდოდათ. გამოვიდოდათ, ნამდვილად გამოვიდოდათ. მაგრამ ის მიიღეს რაც უნდათ, რატომ უნდათ ესე? ამას გვაჩვენეს მომავალი, რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ საუბარი. კარგ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ საზოგადო მოღვაწეებზე, ადამიანებზე, რომლებზეც დგას ეს ქვეყანა და იდგება კიდე მომავალში. ზარია ჩვენს ეთერში. საღამოშვიდობისა. კარგად ჯანმრთელობათ და კარგად ყოფნას გესურვებთ თქვენი მონანგრით, ყველანი კარგად განმეორდეთ. იცით ქალბატონო ირმა, ძალიან მანდა მაინტერესა იმ ქალბატონის გამოსვამ, რომელიც რომელიღაც დისციპლინაზე მუშაობს და ძალიან მაინტერესებს თუ სკოლა არ იღებს მოჯახმა მაინც რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი რა წიგნია, ესე იგი ფსიქოლოგიური განხრით არის თური, ძალიან მაინტერესებს და რომელი ასაკიდან შეიძლება რომ ბავშვებს ეგ მივაწოდოთ. კეთილი, ჩვენ შევეცდებით, მადლობ ზარისთვის, დაუკავშირდეთ ამ ქალბატონს და მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ ამ დისციპლინასთან დაკავშირებით. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. თქვენ დაგემშვიდობებით და შემდეგი ზარი შემოვიყვანოთ ეთერში. გამარჯობათ.
გამარჯობათ თუ გესმით ჩემი ხმა ისაუბრეთ. მოკლედ ალო ისაუბრეთ ქალბატონო გამარჯობათ. გამარჯობათ მოგესალმებით ქალბატონო ირმა ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და იცით რა მინდა ვთქვა მე მოსმენილი მაქვს თქვენი გამოსვლები პარლამენტში და ყოველთვის გამოირჩეოდით მწვავე კრიტიკით და სიმართლით და კარგი იქნებოდა რომ მოესმინა ეს პარლამენტარებს და გაეტარებიოთ ეს ყველა თქვენი საკითხი იმიტომ რომ ხალხისთვის ძალიან ბევრს და კარგად საუბრობდით ხალხის სასარგებლოდ მაგრამ სამწუხაროა რომ არ გაატარეს და მინდა რომ შეიცვალოს მდგომარეობა სასიკეთოდ ყველას უნდა ეს საქართველოში მარტო მე კი არა და რა ვიცი თქვენი იმედი გვაქვს რა ეს მინდოდა მეთქვა რა დიდი მადლობა თქვენ ესეთი თანადგომისთვის ძალიან თბილი სიტყვებისთვის და სიალალისთვის ამას უზომოდ ვაფასებ ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში მინდა რომ მივცე ტელემაყურებელს საშუალება მათი მოსაზრებები გაგვიზიარონ საღამო მშვიდობისა თუ გესმით ჩემი ხმა ისაუბრეთ მოკლედ ცოტა ხნით მე დავიკავებ ეთერს და მე კიდე ჩვენს ტელემაყურებლებს მოусმინოთ სხვა თემაზე მინდოდა სიმართლე გითხრათ საუბარი დღევანდელ გადაცემაში ეს იყო ნარკოპოლიტიკა და ვიცი ჩვენ რომ კაცრდება ნარკოპოლიტიკა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარი ამასთან დაკავშირებით და ითქვა რომ გარედან თავს მოხვეული იყო ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკაო და მთავრობამ შეიმუშავა დიდი რეფორმა ანტინარკოტიკული და აქ არის მთელი რიგი საკითხები ხა რა თქმა უნდა რეალიზატორი უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი მაგრამ ის რაც მე დამაკლდა ამ რაც გაიჟღერა ჯერ არ წაგვიკითხავს ეს ტექსტი ამ რეფორმის და პროექტი თვითონ ცვლილებები რამდენიმე კანონში მაგრამ რაც დამაკლდა მე იყო საუბარი პრევენციაზე აქ დასჯა ძირითადად ეს მოვისმინეთ მაგრამ პრევენცია სკოლებიდან უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო მუშაობა შემდეგ უკვე სერვის ცენტრები ნარკომანებისთვის და ნარკოტიკზე დამოკიდებული პირებისთვის სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ ის რისი დეფიციტიც გვაქვს სინამდვილეში ქვეყანაში აი ამაზე მე დამაკლდა ინფორმაცია არ მომისმენია ამაზე საუბარი არა და ჩემი აზრით პირველ რიგში სწორედ ეს უნდა იყოს მიმართულება დასჯა რეალიზატორების მაგრამ პარალელურ რეჟიმში აი მთელი ეს თაიგული რო იტყვიან ბუკეტი სარეაბილიტაციო ცენტრების იმისი რომ იყოს ფსიქიკური და ნარკოლოგიური ცენტრები აღჭურვილი სათანადო ტექნიკა იქნება ეს თუ სპორტული დარბაზები თუ სპეციალისტები ყავს არაჩვეულებრივი მათი სტიმულირება და ასე შემდეგ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თორემ მხოლოდ დასჯით და იმითი რომ აი რაღაცა მცირე უპოვე თუ დიდი დოზა უპოვე ნარკოტიკის და უნდა დააკავა ეს გასაგებია უნდა დააკავა აბა რა უნდა ქნა მაგრამ გენაცვალე მთელი ამ 12 წლის მანძილზე სად იყავით ხელისუფლება რო გქვიათ თქვენ და რა ვითარებაშიც დღეს ჩვენი ახალგაზრდობაა ჩავარდნილი და ესეთი აღვირახსნილი რეალიზაცია რომ იდის სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის ამას ეხლა აგეხილათ თვალი ეხლა დაინახეთ ამ 12 წელიწადში რამდენი ახალგაზრდა დაზიანდა რამდენი გამოუსწორებლად დაზიანდა ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის განა არ არის ხელისუფლების ეს 12 წლიანი პოლიტიკა რომელიც პერიოდულად კი საუბრობდა ამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე, მაგრამ აგერ გადით ქალაქში და ნახეთ, რამდენი მაღაზიაა გახსნილი, ეს მწვანე ფოთოლი როა მარიხუანასი, აი ესეთი მაღაზიები და როგორი ადვილად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. და კიდევ არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა ინტერნეტით მიდის ვაჭრობა ნარკოტიკით ისე რომ
გამყიდველსაც ვერ პოულობ და ეს კიდე ცალკე პრობლემა არის და ამისი კონტროლი მთელი მსოფლიო მსჯელობს და ფიქრობს მექანიზმებზე ამისი კონტროლი როგორ შეიძლება ეს კიდე ცალკე საკითხია და ჩვენ რეალურად როგორ შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ და ახალგაზრდობას განსაკუთრებით დავეხმაროთ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და მსჯელობდეთ და ყველა წამყვანი ნარკოლოგი ჩვენი ქვეყნის თუ კი ვინმე გვყავს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ყველა უნდა ყოფილიყო ჩართული ამ კანონპროექტის მომზადებაში. მე მექნება უახლოეს დღეებში გადაცემა ამ თემაზე და ჩვენ ნარკოლოგებსაც გავესაუბრებით და ვკითხავთ იყვნენ თუ არა ისინი ჩართული ამ კანონპროექტის მომზადებაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩემი გადაცემის დასრულებამდე და მინდა ისევ იმ თემას დაუბრუნდე, რომ შემოვდიოდი ეთერში ამ თემაზე მინდოდა საუბარი ნარკოპოლიტიკაზე, მაგრამ პიკო ნიჟარაძეზე მომზადებულ ძალიან ლამაზ ჩანახატს ვუყურე და მომივიდა მე ეს აზრი, რომ აი ეს ხალხი, რომელიც საგანძურია ჩვენი ერის, რომელიც იწოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ანათებდა, დაგვიტოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა. დღეს მათ ვეღარ ვხედავთ, ბევრი მათგანი გარდაცვლილია და ვერ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებრივ და შემოქმედებით არენაზე, მაგრამ ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ აი ამ ხალხის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები ვართ. ჩვენ როგორი გამგრძელებლები ვართ. მათი არა მარტო დონის იმ სიმაღლეების, რასაც შემოქმედებით ასპარეზზე მიაღწიეს, არამედ როგორც მოქალაქეები, როგორც ამ ქვეყნის შვილები. ჩვენ ვართ იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც თუნდაც აი მერაბ ბერძენიშვილი იდგა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ესეთი აქტიური, ეროვნული, ქართული, პატრიოტული პოზიცია. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ღირსეული გამგრძელებლები ვიყოთ, ჩვენი აი ამ თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი მამულიშვილების, ჩვენი წინაპრების ღირსეული გზის და ეს უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ისე გავაგრძელოთ ის გზა, რომ ჩვენს ამ ლამაზ, ძალიან ლამაზ ქვეყანას, საქართველოს მოუტანოთ სიკეთე, ყველამ სხვადასხვა ფლანგიდან. ზოგმა პოლიტიკიდან, ზოგმა კინოსფეროდან, ზოგმა მუსიკიდან, ზოგმა კიდე სოფლის მეურნეობიდან, იმიტომ რომ ყველა ვჭირდებით სინამდვილეში ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ კვირას ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დღეს კი გემშვიდობებით პატივისცემით.